მოგესალმებით, ვიწყებ ახალი ვიდეოს ჩაწერას. კერძოდ გავარჩევ ერთ-ერთი გამომწერის ვიდეოს, რომლის ვიდეოც და ასე ვთქვათ, სესიის ჩანაწერიც უკვე გავარჩიე წინა ჯერზე, რომელსაც გავუწევდი რეკომენდაციას აუცილებლად. ვფიქრობ, რომ ეს ფორმატი განსაკუთრებით კარგი ფორმატი გამოვიდა ჩემს არხზე. ვინაიდან ცოცხალი სესიებისგან განსხვავებით, აქ დროში არ ვარ შეზღუდული და ტაიმბანკი არ იწურება და გადაწყვეტილების მიღებისთვის საკმარისი დრო გვაქვს. იმისაც რომ მივაგდოთ რაღაც ოპტიმალურ გადაწყვეტილებებს, ეს ერთი და მეორეც ერთი, აი შრალი თეორიული ვიდეოებისგან განსხვავებით, აქ ან ცოცხალ სესიაზე გვეძლება საშუალება, რომ მივიღოთ რაღაც გადაწყვეტილებები და შევადაროთ უკვე, ასე ვთქვათ, ჩვენს თეორიულ ცოდნას. მოკლედ, ასე ვთქვათ, რაღაცა ოქროშუალედი გამოვიდა ჩემი აზრით ეს ფორმატი. გირჩევთ რომ უყუროთ პირველ ვიდეოსაც, სადაც მივეცით რაღაც რეკომენდაციები ჩვენს გამომწერს და ვნახოთ თუ გაითვალისწინა რაღაც ეს რეკომენდაციები და თუ გაითვალისწინა როგორ აისახა მის სტრატეგიაზე. რა თქმა უნდა, თამაშის სტილზე და სტრატეგიაზე ერთი ნახევარსაათიანი ვიდეოთი საბჭოა ვერ შეგვექნებოდა და ვერც მეორეთი, მაგრამ კარგია რომ ხა ალბათ განსხვავებული სიტუაციები შეგხვდება და ამ განსხვავებულ სიტუაციებში მოგვეცემა საშუალება რომ დავაკომენტაროთ. კარგი, მოდი დავიწყოთ, უკვე გადავიდეთ უშუალოდ საქმეზე და დავაკომენტაროთ უკვე დარიგებები. შუა დარიგებიდან დავიწყეთ ეს 5-3-იანი მეორე წვლილია. აქ ალბათ რეიზი იქნება მიზანშეწონილი, ვინაიდან ძალიან ბევრი უარესი ხელი შეიძლება იხდიდეს. თუმცა საიზინგს ცოტა მოუმატებდი მე, ანუ 3.6 ვფიქრობ რომ, ცუდი არ არის, მაგრამ აი 4-დან ზევით, აი 4-5 დიდი ბლაინდი იქნებოდა აბსოლუტურად მისაღები. აქედან მივიღეთ კოლი და რივერზე ალბათ მაინც გვაქველი უბეთი რა. კი, გვაქველი უბეთი, ვფიქრობ რომ აი საიზინგი საკმაოდ სწორად არის შერჩეული. ხო, კარგი. აღარ უნდა ბევრი დაკომენტარება. მან კაროლი გადაიხდი და ეხლა მაგ ოპონენტს ტულზე ხავდა გქონდა, მაგრამ კაროლი გადაიხდი და მაგ საიზინგს სავარაუდოდ და იყო ველი უბეთი. თუმცა რეიზის წინააღმდეგ მან აუცილებლად ფოლდი მოგვიწევდა და ეგ უნდა გავითვალისწინოთ ხოლმე. როცა რივერს ოველი უბეთებთ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ საპასუხო აგრესიის მიღების შემთხვევაში მით უმეტეს როცა დიდი საიზინგით ველი უბეთებთ და მით უმეტეს როცა ეგეთი ისეთი სუსტი value hand გვაქვს, როგორიც არის 5-იან 3-იანის ორი წყვილი, ხო? საპასუხო აგრესიაზე დასაყრელად სასურველია რომ მზად ვიყოთ მაინც. ტუზები 5 ბლაინდი იზოლირება საკმაოდ მისაღებია. აქ ბევრი საფიქრალი არ არის. აუცილებლად ვაგზელებთ აგრესიას და სასურველი რომ სტეკზე ვითამაშოთ. ტუზალეტი მე ზოგადად 4 დიდი ბლაინდით დარეიზებას უწევ რეკომენდაციას NL5-ზე, ზოგადად 3x სტანდარტია და მე თვითონ 3x-ით ვთამაშობ და სხვა ლიმიტებზე 3x არის ოპტიმალური, მაგრამ NL5 იმდენად განსხვავებული რაღაცნაირი თამაშია. აი ხა ამ ვიდეოზე ვნახავთ სავარაუდოდ გაგვიყარდება ეს რწმენა, რომ მაინც 4x-ი ვფიქრობ, რომ მისაღები იქნებოდა, უფრო მეტად მისაღები იქნებოდა. უფრო ხისტი, ანუ უფრო ტაიტი რეინჯები და უფრო დიდი საიზინგები. აი ეს ბევრჯერ მაქვს თქვა, მინდა კიდე გავიმეორებ, რომ რაც უფრო ტაიტი რეინჯები გაქვს, მით უფრო დიდი საიზინგები, ანუ პოტის გაბერვა მით უფრო არ გეშინია რა და რაც უფრო ლუზური რეინჯები გაქვს, მით უფრო გინდა რომ პოტი პატარა შეინარჩუნო და ასე ვთქვათ, პოსტლზე მეტი ვარიაციის შესაძლებლობები დაგჭეს რა. და ვინაიდან ამ ლიმიტზე მე ვუწევ რეკომენდაციას ძალიან ტაიტი რეინჯებით თამაშ შესაბამისად დიდი საიზინგებით დავაბალანსებდით ამ დანაკარგს შეიძლება ითქვას რა, იმ რეინჯის დანაკარგს, რომელსაც არ ვარეიზებ და ვყრით მაგალითად რაღაც სიტუაციებში. ხო, მოდი ტუზალეთთან რა მოხდა, ვერ დავინახე. ხო, აქ უნდა ითქვას, რომ ფლოპზე სიბეთი შეიძლებოდა აუცილებლად. ეხა ეს ვიდეო რო დაიდება უკვე დადებული მექნება სავარაუდოდ ვიდეო post-flop action-ის შესახებ, სადაც ხსნი ტექსტურებს და როცა ნახატი კარტია ტექსტურაზე, ესეთი ტექსტურები, განსაკუთრებით ace high ტექსტურები, მაგრამ აი king high და queen high და даже jack high ტექსტურებიც, ხო? და ორი დაბალი კარტით უფრო მეტად შეეფერება pre-flop აგრესორის range-ს. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ოპონენტის, ანუ calleris ამ შემთხვევაში range-ი
არის შეზღუდული. იმიტომ რომ ბევრი ძლიერი დამა, ტუზდამები, კაროდამები მიდიოდა ტრიბეთში, ჩვენი ოპონენტის შესაბამისად ქოლის რეინჯში ნაკლები რჩება ძლიერი დამები, ჩვენ კიდე ყველა ძლიერი დამა გვაქვს და ზოგადად აი დამა როდეს ეს რაღაცა გარკვეულის carry card-ის ფუნქციას ასრულებს. უფრო ტუზი ასრულებს და კაროლი, მაგრამ დამაც ვარგა და ვალეტის როგორც თქვი. შესაბამისად აქ აგრესიის გაგრძელება ფლოპზე კარგი იქნებოდა. ხოლო turn-ზე უკვე მეორე ჩეკის წინააღმდეგ. მე ვიტყოდი რომ აუცილებელიც იყო აგრესიის გაგრძელება, აქ ოპონენტს არ უნდა ეს პოტი უბრალოდ და უნდა წამოგვიყო რა. ძალიან ბევრი უარესი ხელისგან ქოლის მიღება შეიძლებოდა დაჟე. რაღაც გაჩოტები თუნდაც ის რაც ქონდა ის ჰაი შეიძლება დაეკოლა, ეგეც არ არის გამორიცხული. მაგრამ ნუ იდეაში ჩვენ აქ fold equity-ზე უნდა გავსულიყავით, რომ ანუ მკვდარი ფული წამოგვეღო უბრალოდ რა. და ის ცოცხალი კარტები რაღაცეები, რაღაც ვალეცხრიანი რო უჭირავს ოპონენტს, რომელსაც 6 აუტი აქვს, ტყილა არ ვანახოთ რივერი რა. ეგ არის და ეგ. კაროლებით საიზინგი ჩვენ წინა ვიდეოში უკვე ვილაპარაკეთ ამ თემაზე, კიდე გავმეორდეთ, გამეორება ცონის დედაა. 4 ბლაინდი პლუს 1 ლიმბერზე. აქ 5 ბლაინდი უნდა გახვიდე, რომ იზოლირება გააკეთო ოპონენტის. ეგ არის და ეგ. ფლოპი არის ისეთი, რომლის ნახვადაც არ ვისურვებდი. ვფიქრობ, რომ აგრესია ჯობია გააგრძელო და აქვე გაარკვიო რაშია საქმე რა. თუ მიიღებს აპასუხოთ ექშენს, გადაყრი და ეგ არის რა. რაც ხშირად მოხდება სამწუხაროდ, მაგრამ ცოტა დიდი საიზინგით შეიძლებოდა აგრესიის გაგრძელება, იმიტომ რომ ბარემ მართლა გაგვიგო რა იყო ოპონენტთან რა. 3 ბლაინდი ოპონენტს შეიძლება რაღაცა დამარვიანითაც გადაეხადა, ან დამაშვიდიანით ან რაღაც ეგეთით რა. ნუ ამ საიზინგზე თავისუფლად უნდა დაყარო. როცა ოპონენტები ესე ძლიერ საიზინგებს ხმარობენ NL5-ზე, რავი, თუ არ გვაქვს მიზეზი რომ არ დავიჯეროთ, მაშინ უნდა დავიჯეროთ, ეგეთი პონტია რა. აი ფლოპზე ცოტა დიდი საიზინგით გავიდო. ზოგადად ამ დარიგებას მე ვითამაშებდი პრეფლოპზეს და ფლოპზე ცოტა უფრო დიდი საიზინგით. აქ უკვე პატარა საიზინგია უფრო რეკომენდებული. ესეთი მშრალი ბორდები, გაწყვილებული ace high ბორდები, პატარა საიზინგით შეგიძლია ითამაშო, იმიტომ რომ ძალიან დიდი fold equity-ა ეგეთ ბორდებზე. ესეც იგივე ტიპის ბორდად ითვლება, თუნდაც ორი ოპონენტის წინააღმდეგ. აი ეს უკვე მომწონს რა, აქ როგორი საიზინგსაც ხმარობ, თუნდაც ორი ოპონენტის წინააღმდეგ რა. თითქმის არაფრის მომცემი ბორდია ოპონენტებისთვის. შენ გაქვს ბექტორი, შეიძლება მოგცეს ყვავი turn-ზე, რაც გაგაძლიერებს, შეიძლება ტუზი მოვიდეს. აქ მიუხედავად იმისა, რომ სამი ოპონენტია, ერთი მესამეით აგრესიის გაგრძელება მაინც საჭიროა ჩემი აზრით, იმიტომ რომ ძალიან მშრალი ბორდია რა. თან 6-იანები ძალიან ბევრი ტრეშია ოპონენტებთან რა, რაღაც დამაშვიდიანის გავსი ტრეში და კარგი იქნება თუ დაყრიან რა. რაღაცა 5-იანი შევა დაკოლონ კიდევაც რა, ტუს 5-იანთან რაღაც ეგეთ. მე ორმა კაცმა რახან დაკოლა, აქ ალბათ სავარაუდოდ ჩვენ ამ დარიგებაზე საციკეთო სტარაფს აღარ დამელოდოთ. აი ესე პატიოსთან თამაშობენ ოპონენტები რა. რაღაცა ყავდა კაც 37 ბლაინდი დაარეიზა ეგრევე რა. ანუ ბევრი ფიქრის და ასე თქვათ, ტვინის ჭყლეტვის საფუძვლად არ გვაძლევენ ხოლმე და ჩვენც ანუ ნოვისარგებლოთ მაგით. აქ მე ცოტა დიდ საიზინგს ვიხმარდი. უპოზიციოთ ცოტა დიდი საიზინგი ჯობია იხმარო პოზიციაში. პატარა, ნუ თან მარტო პოზიციაზე და ოპოზიციოთ არ არის, მაგრამ ხო, ოპოზიციოთ ცოტა დიდი საიზინგი ჯობია, თან მithme ეს კარგი value hand-ი გაქვს. ფლოპზე დევს ვალეტი, ოპონენტს თუ ყავს ვალეტი ან თუ ყავს flash draw და უფრო დიდ საიზინგსაც გადაიხდის. კიდე რაღაცა გაჩოტები, რაღაცეები, ნუ მაინც ახლა არ არის ძალიან ისეთი გადატვირთული ფლოპი, მშრალი ფლოპია, მაგრამ მაინც რაღაცა მოსადები მაინც აქვს რა ოპონენტს. შენ ვალეტს არ ბლოკავ, რაც თავარია, ტუზ ვალეტი რო ქონდეს კიდე გასაგებია, მაგრამ ტუზები გაქვს ვალეტს არ ბლოკავ, flash draw-ებს არ ბლოკავ და დიდი საიზინგი ჯობია. ნუ
Turnზე მესმის კარგი საიზინგი იყო შენი მხრიდან, მაგრამ რივერი ალბათ ჩეკი ან ჩეკფოლდი იქნება. ანუ უბრალოდ შენი მხრიდან ჩეკია რა და მე უკვე ოპონენტასაც იზამს. აქ ფოლდია ჩემი აზრით. ეგექსიანები შეიძლებოდა სეტზე შეყვანა, მაგრამ აი უპოზიციო small blind-ზე მაინც რა ფოლდი ნამდვილად შეცდომა არ არის. ეს 7-იანორიანი სავარაუდოდ დავჩეკეთ big blind-ზე და lidy გავაკეთეთ flop-ზე, ეხლა არა, ცუდი lidy არ არის. მეორე ბარელი ალბათ მაინც ოპტიმისტური იქნება ცოტა, არა? ნუ გაამართლა. რაც თავარია. საიზინგი ისევ საიზინგი გასასწორებელია აუცილებლად 2.6 blind-ი raise-ი იზოლირება. უბრალოდ ძალიან წამგებიანი ქმედებაა. ჩვენებად 5 blind-ი უნდა დაარეიზო ესე დროს, 4 blind-ი პლუს ლიმპერი. ლიმპერზე 1 blind-ი. ამ შრალი ფლოპი აქ ჩვენებად 1/13 შეგიძლია გააგრძელო აგრესია. ნუ ნახევარი პოტიც არ არის შეცდომა. თენდან ალბათ უკვე მოგვიწევს დაჩეკვა. კი ბატონო. ზოგადად როცა ერთზე მეტი ოპონენტია გათამაშებაში სიბეთები ისე კარგად არ მუშაობს ხოლმე რა, მაგრამ აი კაი ფლოპებზე ეგეთ ეისაი ფლოპებზე მაინც შეიძლება. შეიძლება რა აუცილებელიც არის. ექტუსამიანი ჩემი აზრით უპოზიციოთ არ ღირს აგრესიის გაგრძელება, მანდ იმიტომ რომ ვერაფერს ვერ მოვედეთ და თან პოზიციაც არ აგვაქვს. ვალენტიანი ცოტა დიდი საიზინგი. აი ესე იგი, მოდი აი ვთქვათ, ესე იგი, აქ 2.6 blind-ი, ნუ ამ ლიმიტზე მე ხა ზოგადად სტანდარტია 2.6-იო. 2.6-თან ეს რა მუღამია არ ვიცი, მაგრამ ნუ 2.5 blind-ი ვთქვათ. სტანდარტია ხა დავუშვათ რაღაც პოკერში, ზოგადად ონლაინ პოკერში open raise-ი რა. მაგრამ ამ ლიმიტზე მე ანუ არ გავუწევდი ეგეთ საიზინგს რეკომენდაციას, ჩვენებად 4 blind-ი. ნუ მინიმუმ 3, მაგრამ მე 4 blind, მე მაგალითად ხა ეს ლიმიტი რო ვითამაშო და ვთქვათ ვითამაშებ 4 blind-ი open raise-ით. მაგრამ იზოლირებასაც შეეხება ამ ცხიანურიანით, ხო? კაი open raise დავანებოთ თავი. იზოლირებასაც შეეხება. ერთი ეს ცხიანურიანი საერთოდ open raise-ის სპექტრიც არ მექნებოდა მე MP-ზე სიმართლე რო ვთქვა რა, მით უმეტეს იზოლირების სპექტრი და მაგრამ თუ მაინც რაღაცა სპეციფიკური რიცის გამო ვაკეთებ იზოლირებას, ანუ ოპონენტზე რაღაც ინფორმაციის გამო, ხო? რიცი არის ინფორმაცია რა რაღაცა. მაშინ ჩვეულებრივი ნორმალური საიზინგით უნდა გააკეთო. ეს 2.6 რაღაცა bet slider-ის თემა ხო არ არის ეს რა ბონდია. თუ 2.6 2.6 იმიტომ გადის რომ ეს NL5-ზე 2.5-ს ვერ გადის მე მგონი. ხო, მივხვდი ხო. NL5-ზე 2.5-ს ვერ გადის და 13 თეთრს გადის? ანუ ხო. გასაგებია. ხო, მაგრამ ანუ 2.5 ეს არ არის. გამართლებული. კაი, ნუ ხო. ანუ წინა ვიდეოზე იდეაში ბევრი ესეთი სიტუაცია იყო. და ხო, ეს აუცილებლად გამოსასწორებელი ლიქი არის ჩემი აზრით. საიზინგი რა. პრეფლოპი ნოქონეს იდეალურ კონდიციაში რა. საიზინგები, რეინჯები, ყველაფერი. განსაკუთრებით საიზინგები რა. და დიდი საიზინგები არის გამართლებული. რუიანების დატრიბეთებასაც შეეხება. ეხლა ვერ ვიტყვი რა, ანუ ზოგადად შეცდომად არ ითვლება ეხლა რუიანების დატრიბეთება ხო, მაგრამ ეხლა UTG raise-ია, თან 4 დიდი blind-ი, თან ოპონენტს სტეკი აქვს ძალიან პატარა, უკან ძალიან ბევრი კარატეშების ხედან. უკან როცა ნორმალური სტეკები ითის ხდნენ ოპონენტები ვფიქრობ რომ cold call-ი იქნებოდა აქ სეტველიუზე, მაგრამ რახან უკან ესეთი კარატეშების ხედან ამ რუიანებს მე საერთოდ გადავყრიდი სიმართლე რომ ვთქვა ამ სიტუაციაში. ამ ცხიანრიანით მოგვიწევს რომ ვითამაშოთ სტეკზე. ამ ცხიანრიანით ეხლა არ ვარ ცუდ სიტუაციაში, კი აქ სტეკზე ვითამაშე და სწორიც არის. აი ეს overbet-ი ვერ გავიგე უბრალოდ, ანუ ხო, რავი,
არ არის ანუ პრობლემა, მაგრამ ანუ რაღაც ახსნა უნდა კონდეს ამას, პირდაპირ დაოლინება შეიძლება და მაშინ რა overbet-ი, ანუ იგივე all-in-ი არის, იმიტომ რომ ოპონენტს სტეგი აქვს. ეთი რა მოხდა ამ დარიგებაზე თეორიაში? იმან გადონქა და ჩვენ გადავარდით. ხო, გასაგები დაგვიოლინებია რა, ბარემ all-in-ი უნდა გექნა მან, მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს, არსებით არ იცვლება. მაგრამ ზოგადად ამ დარიგებაში საერთოდ არ უნდა ვიყოთ რა, ეგ მინდა დავამატო. მაგრამ ნუ ამ სიტუაციაში ხელსაყრელი ის არის, ხელსაყრელი თამაშია. კაროლ დამით big line-ზე call-ით მიღება. აქაც იგივე სიტუაცია აი რუიანებზე რო შეცდომა ნაღად არის. შეიძლება და call-ით მიღება, მაგრამ აი უნდა ცოტა გესმოდეს რომ post-flop-ზე ცოტა ძლიერი ჰენდები გჭირდება იმისათვის რომ მე რაღაცა გავაკეთოთ რა, იმიტომ რომ ოპონენტი ძალიან ისე ძლიერ range გვაჩვენებს რა. ვინაიდან UTG-დან არაიზებს 5 დიდი blind-ით. ხო, 5 დიდი blind-ით მივიღეთ call-ით. ხო, და call-ი ალბათ რა არის ის ზოგადად 5 დიდი blind-ის დატრიბეთება მით უმეტეს ესეთი პატარა სტეკი რო აქვს შანსი არ არის და დასაყრელადაც აი ეს კაროლ დამა ცოდოა და ხო ამ დროს აი ეს call-ი ღარო გრჩება ხოლმე ეგეთ სიტუაციაა რა. ნუ call-ი flop ისეთი მოვიდა რომ თავარაუდ ანუ სტეკზე უნდა ვითამაშოთ რა ამ სიტუაციაში და check raise იქნება ალბათ გამართლებული რა დაჩეკო ოპონენტო გააგრძელოს აგრესია და რავი raise ეთამაშო და სტეკზე ეთამაშო რა თუ არ გააგრძელა აგრესია კიდე მე უკვე turns და rivers ორ ბარელში დიდი sizing-ით ანუ turns-ზე გავალ დავუშვათ რაღაცა თითქმის spot bets და rivers-იც დაგჭება რაღაც spot bet-ი რა overbet-ი მოგვიწევს პატარა overbet-ი მაგრამ არ აუშვოს დავაოლინოთ თა რა მოვახო გააჭი ხშირი flash-ი დაგვეხუროს Donkey-ით ვითამაშეთ, როგორც დავინახე, check raise-ის ნაცვლად. Donkey ზოგჯერ ჯობია ხოლმე check raise. უფრო იაფი და ისეთი თან check raise-ი შეიძლება არ გამოვიდეს რა, დაჩეკო და ოპონენტს დაჩეკოს. ხარ შეიძლება ქონდა რაღაცა იგივე 9-იანები, 8-იანები, 10-იანები, ვალეტებიც შეიძლება. ოპონენტს რასაც საპასუხოდ დაჩეკავდა და Donks კიდე გადაიხდიდა რა. ჩვენზე ძლიერი დამებით შეიძლება ქონდა დავუშვათ ტუზდამა ან ტუზები კაროლები ან რაღაც ეგეთი, მაგრამ მაგის არ გვეშინიათ რომ ფლეშ დრო გვაქვს და დონკი რავი, კი, მისაღები დონკი იყო, თავარია ესეც აი თუ გაცნობიერებულად თუ გაკეთდა ეს დონკი და ანუ დაფიქრებულად რა. მე მეორე ბარელი რა, ალბათ. საიზინგიც საკმაოდ ნორმალურია და River-ზე ცოტა რთული გადაწყვეტილება, ტუზი კი მოვიდა, მაგრამ ბევრი ტუზები ოპონენტთან აღარ უნდა იყოს, იმიტომ რომ ეხლა რავი, ტუზდამა, ტუზვალეტი და რაღაც ეგეთები ალბათ მანამდე იაქტიურებდა, ტუზკაროლი ალბათ დაყრიდა, ნუ აი შეიძლება იყოს რაღაცა ტუზები აი ტუზგულით, აი ტუზვალეტი ტუზგულითან რაღაცა ეგეთი შეიძლება, მაგრამ ნუ ბევრი ტუზი არ უნდა იყოს აქ. რავი დაჩეკვა შეიძლება და რავი ოპონენტის ბლეფზე დაჭერა რა რაღაც დავუშვათ შეიძლება ჯიბის წყვილი უჭირავს ოპონენტს რაღაც 7-იანები 8-იანები და დავუშვათ მიხვდეს რომ აქ ვეღარ მიაქ რა ანუ რამე გიჭირავს შენ დამაზე დაგსვამს რა ეხლა სავარაუდოდ და დაგიოლინოს დავუშვათ რომ flash draw-აც და მაგრამ flash draw-ს ჩვენ ბლოკავთ რა. საერთოდ flash draw რაც ხდება ხოლმე დაჩეკვა აი არის river-ზე, მაგრამ flash draw რავი დაჩეკვაც შეიძლება და რავი კიდევ უბედს გაკეთებაც შეიძლება river-ზე პატარა sizing-ით ალბათ რა. პატარა size აი ოპონენტის სტეკის რაღაც სადღაც 1/3 ნახევარი. all-in 9-იანები. ხო, 9-იანი ან ძალიან face-up იყო ოპონენტი. აი all-ins თუ გადაიხდიდა მან ალბათ რაღაცა info უნდა ქონოდა რა ოპონენტზე რა. ხო, ზოგადად ამ სიტუაციაში 9-იანები all-ins არ იხდის ეხლა ზოგადად როგორც წესი რა, მაგრამ NL5-ზე კი ბატონო, კარგი ძალიან კრეატიული ფუში იყო რივერი, მომეწონა. მე მან პატარა sizing-ს გავაკეთებდი და ჩემ ლიმიტებზე ყველა ვარიანტში რამე პატარა sizing-ს გავაკეთებდი და უშვით აი ოპონენტის სტეკის 1/13-ს აი 34 blind თუ რაღაცა ხო ქონდა და რა ვიცი ყველაზე გავიდოდი რაღაცა 14 blind-ს ან 13 blind-ს ან რაღაც ეგეთს რა. ნუ იქ ტუზკაროლმა იქ თავისი თამაშა. არ იყო დასაკომენტარებელი არაფერი. აი ბატონინა 5 blind-ი აი ნამეტანია. ეხლა მივხვდი რომ შენ ალბათ სასტარტო ხელიდან გამომდინარე აკეთებ sizing-ებს, მაგრამ ხო ესეც არ გინდა რომ აი ბატონინა 5 blind-ით დავუშვათ კაროლებით და რეიზება ნამეტანია და
რაღაც სიტუაციებში კიდე 2.6 ბლაინდით იზოლირება. ესა. ნამდვილად რა თუ ქოლავენ პრინციპში შეგიძლია დაარეიზო, ხო? მაგრამ პროსტა ის არის რომ არ დააყრევინო რა, როცა კაროლები გიჭიროს ხო არ დააყრევინო. აი იზოლირებების დროს შეგიძლია იხმარო ძალიან ექსტრემალური საიზინგები და დიდი საიზინგები რა. იმიტომ რომ კერო გალიმპეს მე უფრო კარგად ქოლავენ ხოლმე და ბლაინდებზე ბატონიდან არ არის ძალიან დიდი საიზინგი საჭირო რა. ჩვენ რო სტანდარტული 4 ბლაინდი გქონდეს და ეგ დაარეიზე ხოლმე. მოიცა იქ აი 30-იანით რა ხდება ერთი გავიხსენოთ. ისე ვერ ნახება. აი ეს მოკლედ აი ეს არის გასასწორებელი სასტრაფო. თუ რამე არის წმინდა პოკერში, აი ეს არ უნდა ხდებოდეს რა. მოკლედ 2.5 რეიზი ლიმპერების წინააღმდეგ. საერთოდ დაყარე. თუ არ არის კომფორტული 30-იანის გათამაშება, საერთოდ გადაყარე და მორჩავს, არ არის. თუ შედიხარ გათამაშებაში, რა თქმა უნდა 3 ოპონენტი. დაარეიზე და მაგ სიტუაციაში გიწევდა რა ერთი 7 ბლაინდი დაარეიზება. დაყრიან პრეფლოპზე. წაიღებ დარფულს. არ დაყრიან ერთ-ერთზე მაინც დარჩები. ამის ტექსტს ვაფშე შეგიძლია პრეფლოპოლინი ეთამაშო, რა ვიცი, თუ სურვილი ექნება. მან ხა აი, უბრალოდ ეს დარიგება რომ დავაკომენტარო, აი დარიგებას ხა მე ვერ დავაკომენტარებ ფიზიკურად რა. 3 ოპონენტია. და ისეთი პოტია, რომელიც უბრალოდ არ უნდა ყოფილიყო რა. აი ეს არის აღსანიშნავი. ეს პოტი საერთოდ არ უნდა ყოფილიყო 2.5 ბლაინდი 3 ლიმპერის წინააღმდეგ. რომ დავარეიზეთ, აი მე ფლოპზე რა უნდა ვქნათ, წარმოდგენა არ მაქვს რა. ალბათ გავაგრძელოთ აგრესია ხო? რავი. არა, ნუ გასაგებია ტექსტზე უნდა გვეთამაშა სხვა ვარიანტი არისო, მაგრამ ანუ უბრალოდ არ უნდა ყოფილიყავით ამ სიტუაციაში. ეს არის უფრო სწორი შეფასება მაგ დარიგების ჩემი აზრით. ტუსკაროლი აი ლიმპერები იზოლირებას აკეთებს ვიღაცა რეგულარით, შორევად რეიზოლეითია, ძალიან კაი სიტუაცია, ხშირ შემთხვევაში პრეფლოპზე წაიღებ ხოლმე აქ დარფულს, დიდი საიზინგით რეიზოლეითი 15 ბლაინდი, შვენიერია ტუსკაროლი. ძალიან კარგი ხელია მაგისთვის. თუ რამეა სტეკზე თამაშები რა, ის არის ნახევარი სტეკია და ნახევარ სტეკთან ზოგადად ტუსკაროლი პრეფლოპოლინი ჩოლობრივ, იმიტომ რომ ებმე, ბანკს ებმები რა. ამას რო ატრიბეთებ, ბანკს ებმები. კარგი ფლოპი მოხდა. კარგი ფლოპში მოხდი უბრალოდ და აქ ძალიან დიდი საიზინგია ჩემი აზრით, ესე არ შეაშინა ოპონენტი. აქ შეიძლება ოპონენტს ქონდეს რაღაც ტუზვალეტი, დამავალეტი, ხელის 10-იანები, 9-იანები, რაღაც ეგეთები რა, 8-იანები. ჩორობად რაღაცა 1/13-დან რაღაცა უნდა ან ნახევარი პოტი უნდა გახვიდეს ეს სიტუაციაში, ან ოპონენტის სტეკის ნახევარი ცოტა ნაკლები იქნება და მაგრამ სავი ოპონენტმა შეიძლება ჩორობად დაგიოლინოს რაღაცა ვალეტიქსი. ან უბრალოდ დაგიქოლოს და მე თერზე აღმოაჩინოს რომ მიება ბანკს. ხო ხტები, ანუ აქ ეხა ჩვეულებრივად შეიძლება რაღაცა 8-იანები დაყაროს ოპონენტმა რა. ეგ თემა არის. 8-იანები კი არ შეიძლება ვალეტიქსის დაყაროს ეხა. ეს თითქმის ოლინი არის, ხტები, ეს ოლინია და ნუ უკვე შენ უფრო გაქვს ხალხზე ინფორმაცია, მაგრამ ესე რომ რეიზოლეცი გაკეთებს ტიპი და შენ დავუშვათ აი ტუზვალეტი გიჭირავს ხო და მე ფლოპზე აი ესეთ საიზინგით გამოდის აქ შეიძლება ჩვეულებრივად ნუ მინიმუმ ტუზვალეტის დაყრაზე ადამიანი დაფიქრდება მაგ სიტუაციაში რა ეგ თემა დამავალეტის მით უმეტეს მაგრამ ამ ტუზვალეტის დაყრაზე არ დაფიქრდებოდა გასაგებია იმიტომ რომ ამას ნაცვლეში დრო ქონდა კიდე და იქ ვალეტი საერთოდ არ ჭირდებოდა ისე ითამაშებდა მაგრამ ნუ მე ვამბობ ჩვეულებრივ ტუზვალეტზე ან დამავალეტზე ესეში დამავალეტიც რო ქონდა ირონიულია რომ დამავალეტმაზე გადაგვისწრო დამაგული მოვიდა თერზე მაგრამ ეგ არ არის პრობლემა მაგის არ გვეშინია რა მთავარია მონგებიანი ქმედებები გავაკეთოთ რა პოკერში გრძელდება ეს 2.6 ბლაინდი ანუ 2.5 ან დარიგებაში არ უნდა მოხვედრილიყავით რა. აი ხა აქ ცოტა დიდი საიზინგი უნდა გვეხმარა პრეფლოპზე და ფლოპზე აი ამ ორი OES-ს პირდაპირ დავუოლინებდი ამას და ეგ იქნებოდა. აი ხა 5 ბლაინდი რო პრეფლოპზე დაგერეიზებინა და ამას დაეკოლა ისიც ანუ SPR-ი ერთი იქნებოდა და all-ins გააკეთებდი ამ იმით. OES-დეთი და ეგრე დამთავრდებოდა ეგ დარიგება რა. აი ხა ეს რაღაცა IQ დუესი დარიგებების თამაში გვიწევს მე აი ამ სიტუაციებში ხო ხტები აი. კაცმა არ იცის რა არის სწორი მანდა. გასაგებია. მაინც საბოლოო ჯამში მოხდებოდა
გადასწრება. პერეზდი მოხდებოდა, პირიესტ. რას ვიზამთ? ტუშვიდიანი კარგი სიბეთია. მეორე ბარელი ძალიან ოპტიმისტურია ჩემი აზრით. ორი ოპონენტია მაინც და უკვე რაღაცა equity-ის რეალიზაციაზე უნდა იჩალიჩო მაგ დროს რომ რამენერად განახონ იქნება რივერი, იმიტომ რომ რაც ფლოპზე არ დაყარეს, თერზეც არ დაყრიან რა, ორნი არიან რა. რამეს იშოვიან რომ გადაიხადონ, ანუ ზოგადად ბლევსზე, ანუ თუნდაც ნახევარ ბლევსზე ორი ოპონენტის წინააღმდეგ ძალიან ჩაჭერა არ არის ხოლმე მართალი რა. მართალი რა, მომგებიანი არ არის ხოლმე. ტუზოლეტი საკმაოდ ნორმალური დრივეთია, კარგი საიზინგია, ყველაფერი გასაგებია. მაგრამ აი ოპონენტის ტეკია, პროსტა ცოტა უშნო. ნუ პრესლ ყოლინის თამაში მოგვიწევს თუ დაგვიოლინოს, იმიტომ რომ მიბმული ვართ მაგზე რა. აქ შეგიძლია შენთან დააოლინო პირდაპირ ეს. აი როგორი თემა იცი? როცა უდარი გარდაუვალია, როცა ბანკს ებმები, ჯობია შენ დააოლინო. აი ეს დაიმახსოვრე რა. რომ თუ მაინც ოლინის თამაში გიწევს, ჯობია შენ დააოლინო. პირველმა დააოლინო რა. იმიტომ რომ fold equity, ანუ მიიღო fold equity-ის რეალიზაცია. შენი equity-ის და fold equity-ის რეალიზაცია რა. ამ შემთხვევაში შენი equity არის დამა, ან ტუზი და ტუზი ხან არის ხან არა რა. როცა ეხა მაგალითად იმას უჭირავს რაღაც ტუზათიანი, მაგალითად ტუზი არ გშველის დაუშვათ ხო? მაგრამ აქ შემთხვევაში ვალეტი გშველის. ნუ არა აქვს მნიშვნელობა. მოკლედ ერთი ცოცხალი კარტი და გაჩოტი გაქვს რა დაახლოებით ხშირ შემთხვევაში. fold equity უფრო მნიშვნელოვანია ამ დროს რა. ფლოპი პირდაპირ უნდა დააოლინო რა. შეიძლება იმას კონდეს რავი რაღაცა. იქითაც ორი ცოცხალი კარტი. აგეს დაყაროს. ან რა მეკონდეს რაღაცა 6-იანები, 4-იანები ან რაღაც ეგეთი. უბრალოდ დაყაროს. ეს კაი საიზინგია. აი ეს კოლი არანაირად საჭირო არ არის. საიზინგი გრძელდება. მანდ ხა ნუ ძალიან დიდი საიზინგი იყო თერზე. იდეაში მანდ ხა ტულს დახტევინებ. გასაგებია რომ ტულზი ალბათ მაინც გადაგიხდიდა მაგ სიტუაციაში, მაგრამ რაღაცა სუსტი ტულზები შეიძლება ჩემი აზრით შეგეშინებინა რა. ჩვენებს სტანდარტული 2/3 და რივერზე კომფორტული ოლინი დაგჭებოდა და ეგ იქნებოდა რა. აი, მოვიდა ტრიპსი. შეიძლება დაჭიკვა, შეიძლება და ორი ოპონენტი როცა ყავს ესე დრო შეიძლება ხოლმე 1/3 გახვიდე, ცოტა პოტი გააშენო რომ მე რაღაცას მოუგო. თერნი უკვე ისეთი მოვიდა რომ აქ დიდი საიზინგი გვართებს ჩემი აზრით, ნუ კი ბატონო საკმარისია 7 ბლაინდი. მეტი შეიძლებოდა. და რივერზეც კაი დიდი საიზინგი, ნუ პოტპეთი ალბათ ნამეტანი იყო, მაგრამ რაღაც 2/3, 3/4 აი მაგ ფარგლებში ჩვეულებრივად სტანდარტულად. იზოლირება 3 დიდი ბლაინდით გრძელდება. რაც აუცილებლად გამოსასწორებელია, კიდე გავიმეორებ. ეგ დამაცხიანი მანდ, რა თქმა უნდა, ჩეკფოლდია. თუ დაგцалდა. ეგ თუს კაროლიც. ფოლდია ვალეტათიანი small blind-ზე. თუმცა ხა ფლოპიც ისეთი მოდის რომ ლამის ტრიცლეში მოვიდა და ფოლდი იყო რა ფლოპზე აუცილებლად.
small blind-ზე 5 დიდი blind-ის დაქოლვა მარტო ისე გამონაკლის შემთხვევაში სეტოლიზე შეიძლება, მაგრამ full stack-ები როცა ხარ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. Raise ცოტა დიდი raise ჯობდა აქ. ერთი ბოდიში ეს ტუზორიანი რა სიტუაცია არის? არჩანს შუა დარიგებიდან. ალბათ რაღაც იზოლირება იქნება, isolate bot-ი იქნება სავარაუდოდ. 2 ნახევარი blind-ით და 3 call-ი. ამ კაროლ ვალეტით რა შეიძლება უბრალოდ დაჩეკვა და დაყრა. სენდვიჩია, ანუ ერთთან პოზიციაში ერთთან ოპოზიციოთ. ვაფშე ვერაფერს ვერ მოვედეთ და რავი. თუმცა გამართა სიბეთმა, მაგრამ ჩეკფოლდი იყო. UTG-ზე ნამეტანია კონექტორების დარეიზება. აქ სიბეთი ალბათ კარგად გაივლიდა, მით უმეტეს, როცა ოპონენტს დაჩეკა და 7-იანი მოვიდა, მან დუეჭოლა გასულიყავი რა. როცა ოპონენტს სტეკი ისა პოტი არ უნდათ, უნდა წაიღო რა პროსტა. აქაც იგივე სიტუაციაა, ოპონენტი ჩეკავს, არ უნდა პოტი ან უნდა გახვიდე, იმიტომ რომ ოპონენტი შეიძლება აქონეს, რავი, კაროლ 7-იანი და 2 ცოცხალი კარტი და რატო უნდა ნახოს დანარჩენი ქუჩები მაგ კარტით რა. რა სკვიზი. შეცდომა ვერ იტყვი ამ ტუზვალეზე, მაგრამ აუცილებელი ნამდვილად არ არის. კარგად იმუშავა. აი აგრესიამ კარგად იმუშავა რა. ზოგადად 2 დიდი ბლაინდით რო არეიზებდა ეს ოპონენტი, სავარაუდოდ აი, სავარაუდოდ ისეთი არაფერი არ ყავდა და ტუზვალეთი ძალიან სწორი სკვიზი იყო რა მანდ რა. პოზიციები კი ძალიან არადინამიური იყო, მაგრამ ოდიანები სწორი ფოლდია. აი რა ძალიან ისეთი ფლოპი არის, რომ ანუ მეორე ბარელი უკვე ძალიან ოპტიმისტური იქნებოდა მანდ. იზოლირება ისევ გასაგებია. ვარ 4-იანი, შორო დიდი საიზინგი ძალიან სწორია. როცა კარგი კარტი გაქვს, უნდა მიიღო ველიუ მაქსიმალურად რა. აი ნახე რამ გადაიხადა ეს ვიცი. არაფერი რა ფაქტიურად. კარგი იყოს. ტიპიური დარიგებაა. აი ტიპიური დარიგება, როგორც შოულო ფულს NL 5-ზე რა. უბრალოდ მოვიდა ხელი და ძალიან ისეთი კონსკი საიზინგები დაავალიუბეთე ჰენდი, რომელსაც არაფერი არ ქონდა უბრალოდ. ეს ჰაი. ეგ არის და ეგ.
რაღაცა ცოტა ეს დაჭრილი ვიდეოა, ეს გადაპაუზება-გადმოპაუზებების თემა არის რა. ხო და უცებ აი დარიგებები რაღაც დარიგებები მიდის უცებ გამირბის გამომირბის ცოტა მიჭირს რა სიმართლე გითხრა რომ აღვიქვა ეს ვიდეო კარგად რა. ეხლა რაღაც ხრიანები იყო იქ უცებ გაქრა. რაღაც დარიგებები შუიდან გაიჩითა რაღაცა და მაგრამ არა ვქოს თავარი რაც არის მაგაზე ვილაპარაკეთ რა. არის საიზინგები, ბედ საიზინგები, პრეფლოპი არის ანუ ასე ვთქვათ გამოსასწორებელი ბევრი რამე რა. ეგ არის ბედ საიზინგები, open range და სპექტრები რა. ანუ მოდელი თვითონ ანუ ასე ვთქვათ რეინჯები. რაც აი ერთი ფერის კონექტორები მაგალითად UTG-დან არ ღირსო და არ ეიზო. კიდე აი რაღაც სიტუაციებში სიბეთებს რო გადიხარ, მაგაზე იქნება ჩემი ვიდეო პოსტლობი და იქ ვილაპარაკებ ბევრს ამ სიბეთებს და რაღაცეებზე. როდის უნდა გავიდეთ, მაგრამ აი ესე რაც პარალელკის დონეზე შეგვიძლია დავიმახსოვროთ, რომ მეორედ რო ჩეკავს ოპონენტი, მაგდროს აუცილებლად უნდა გახვიდე მაგალითად რა. აი თუ პოზიციაში დაჩეკე ერთხელ ხო, არ გახვედი სიბეთს. ზოგადად პოზიციაში ხშირად უნდა გავიდეთ, ეგ მაგი უკვე თქვი ბევრჯერ. მაგრამ თუ ერთხელ დავჩეკე და არ გავედი ხო და აი მეორედაც დაჩეკა უკვე ოპონენტმა, ესე იგი უკვე არ უნდა ეს პოტი და უნდა გავიდე რა და ის ცოცხალი კარტები უნდა დავაყრე. თუნდაც რაღაც შოუდაუნელი უმქონდეს ხო? რატომ უნდა მანახო ის ცოცხალი კარტები რა რაც აქვს. წავედით ბოლოსკენ, პულკაროლი. მან დახარა easy ჩვეულებრივად. ოპონენტები აი როგორც უყურებ ხა ძალიან კომფორტული. აი ზოგადად ხა აქ როგორც უყურებ, აი რა ტიპის თამაშიც მიდის. ძალიან მიჭირს და დავაკომენტარო რა. ძალიან მიჭირს და დავაკომენტარო, რომ ეს დარიგებები უბრალოდ არ უნდა მოხდეს რა, ისეთი დარიგებებია და ძნელია დააკომენტარო ეგეთი დარიგებები, რომლებიც არ უნდა მოხდარიყო რა. ეს სწორი რეიზია ხა ამ სიტუაციაში. მაგრამ აი მეორე ბარელი უკვე მე მგონი ცოტა ძალიან ოპტიმისტურია. თუმცა აი უარესი ხელი მოიძებნა რიც გადაიხდიდა. ან 1/13, აი 1/13 შეგიძლია იხმარო. ტრივედ ბანკებში პოზიციაში მე დაახლოებით იგივენაირად იმუშავებს fold equity-ზე და ცოტა ეკონომიას გააკეთებ რა. რა შეიძლება ითქვას შეჯამების სახით? მოკლედ საიზინგები ამასაც გასაწორებელია. მაგი უკვე ბევრჯერ გავიმეორე ამ ვიდეოში და მეჭერ აღარ გავიმეორებ. მოკლედ ერთი სიტყვით ესეთი რამე მინდა თქვა ზოგადად NL5-თან დაკავშირებით რა. ანუ მანდ არის ძალიან განსხვავებული თამაში, ვიდრე ზოგადად რომელიმე ლიმიტზე რომელიმე რუმში რა. ამიტომაც თითქმის ეს არის ლიმიტი, სადაც რეგულარი თითქმის არ არის რა. აი ხა რასაც უყურებდი მანდ, ხო? მე ანუ რეგულარებიც, ანუ ჩვენი გმირის ჩათვლით რაღაც ისეთ განსხვავებულ სტილში თამაშობენ, რომ ან ჩვენ მაგ სტილების წინააღმდეგ თამაშთან დაკავშირებით ვერაფერ თეორიას დიდად ვერ ვიპოვით პოკერში, იმიტომ რომ ზოგადად სხვა მიმართულებით იქნება თეორია რა. მაგალითად 4 ლიმპერი და იზოლირება რო არის 2.5 ბლაინდი. მანდ არ ვიცი რა შეიძლება ანუ იმის გარდა რომ ძალიან ძლიერ კარტებს დაველოდოთ და ძალიან ხისტი და დიდი საიზინგებით ვითამაშოთ რა. ერთადერთი ეგ არის მანდ ოპტიმალური გამოსავალი, მე სხვა არ მსმენია. შესაბამისად უნდა გქონდეს საიზინგები დიდი შედარებით, აი მაგალითად 3 ბლაინდის მაგალითად დავარიძოთ 4 ბლაინდი და ასე შემდეგ. რაღაც სიტუაციებში, როცა ძლიერი ხელი გვაქვს 4x ტრიბეთები, 4.5x ტრიბეთები პოზიციოთ თავისუფლად, 3.5x პოზიციაში.
და range-ები, ანუ preflop მოდელი უნდა ქონდეს ძალიან tight-ი. აი მაგალითად მე როცა ხსნი NL5 სესიას, იქ ხსნი რა range-ებს ვიხმარდი, გამოვიყენებდი NL5-ზე რა. ძალიან კარგად და მაგალითად ხა UTG-დან გადამული კონექტორის დარეიზება ძალიან ნამეტანი არის. უნდა ვარეიზებდეთ, რავი. მარტო ძალიან ძლიერ დიაპაზონს, აი 7-იანები პლუსი, წვილები და რაღაცა ძლიერი Broadway რა. სხვადასხვა ფერის კაროლვალეთი 30-იანი თავისთავად დაიყაროს UTG-ზე. კარგით, მოდით აქ დავამთავროთ, ძალიან დიდი ვიდეო არ გამოვიდეს და ეს ვიდეო რო დაიდება არხზე უკვე დადებული იქნება სავარაუდოდ Oslo-ის ვიდეო, რომელიც ყველაფერს გავუწევდი რეკომენდაციას, ნამდვილად აუცილებლად საყურებელი ვიდეოა და ალბათ თქვენიც წარმატებები.